გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვარ სუსო მანჯავიძე, მე დღეს პატივი მხვდა წავიყვანო ეს გადაცემა და რამდენიმე საათით მივიღო თქვენი ყურადღება. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ბატონი ზურაბ ხონელიძე, რომელიც გახლავთ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, რანგით საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რომელიც მუშაობდა და იყო საქართველოს პირველი და უკანასკნელი ელჩი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. დღეს ჩვენ გვექნება საუბარი იმ საკითხებზე, რომელიც მთელ საქართველოს აწუხებს, ეს არის ობამა მედვედევის მოსალოდნელი შეხვედრა და ის შედეგები, რომელიც შეიძლება დადგეს ამ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებებით საქართველოს მიმართ. და მე ჩვენ სტუმარს, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო ურთიერთობებში უდიდესი გამოცდილება და არის ამ სპეციალისტი, პირველი შეკითხვა დაუსვა. აი ბატონო ზურაბ, თქვენის აზრით რა დონეზე იქნება განხილული საქართველოს საკითხი ობამა-მედვედევის შეხვედრაზე, ეს ერთი და კონკრეტულად რამდენად იმპერატიული იქნება ეს ჩვენთვის და თუ ეს გადაწყვეტილებები არ იქნება ქვეყნის ინტერესებისთვის მისაღები, რა შეგვიძლია ჩვენ ამას, ასე ვთქვათ, დავახვედროთ და დაუპირისპიროთ, რომ შევაჩეროთ უარყოფითი შედეგების გავლენა. მოგახსენებთ, უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ მოგესალმოთ, ბატონ სუსო, და თქვენი ეთერის მეშვეობით მივესალმო ქართველ ტელემაყურებელს. თუ ნებას მომცემთ, ვიტყვი, რომ განსაკუთრებული ინფორმირებულობით ობამა-მედვედევის შეხვედრასთან დაკავშირებით მე არ გამორჩევი, რაღაც განსაკუთრებული წყარო ამ შეხვედრის გარშემო არ გამაჩნია, ბუნებრივია, მაგრამ არსებობს მოსაზრებები, როგორც სხვა ჩვენი ქვეყნის სხვა მოქალაქეებს, ვინც დაინტერესებულები არიან ამ პრობლემით. მაგრამ სანამ უშუალოდ ამ თემასთან დაკავშირებით გადავალ, არ შემიძლია არ გაგიზიაროთ და არ გამოვთქვა ჩემი დამოკიდებულება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რასაც გადავაწყდი აქ სტუდიაში მოსვლამდე. სრულად შემთხვევით, ერთ-ერთი ჩემი მეგობარის ოჯახში ვნახე გაზეთი. სიმართლე გითხრათ, ვერ გავიხსენებ. არ მიმიქცევია ყურადღება რა გაზეთია, იმიტომ რომ სათაურმა მიიქცია ყურადღება. სათაური იყო ესეთი, რომ ქართველი არის ავადმყოფია. ეს პირდაპირ ესე სათაურში იყო გამოტანილი. კიდე რაღაც გაგრძელება, მაგრამ ქართველი არის ავადმყოფია. საუბარი არის პირველ პირში. პირველ პირში, რომ ჩვენ ქართველები ვართ ავადმყოფი და წერს ქართველი. გამახსენდა სადღაც 25 წლის, ალბათ 80-იანი წლების დასაწყისი, როცა მესამე პირში რასპუტინის წერილი გემახსოვდება და ცვეტოვის ციმორების ჭერა რიონზე თუ არ ცდები არა? ასტაფიევის არ იყო თუ ხო, ცვეტოვის. საუბარი იყო რაზე? ცვეტოვმა იმოგზაურა საქართველოში, კერძოდ იმერეთში, გაკვირვებული და განცვიფრებული დარჩა ქართული სტუმართმოყვარეობით და მადლობა გადაგვიხადა ცინიკურად. ქართული საზოგადოების აღშფოთება, ქართული საზოგადოება ყალღზე დადგა და ბუნებრივი აღშფოთება გამოთქვა. არ დარჩენილა არც ერთი სერიოზული დაწესებულება, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, ორგანიზაციები, მახსოვს წერილთა კავშირი, სხვადასხვა კავშირები, მხატვართა კავშირი და კომპოზიტორთა და უამრავი ორგანიზაციები პროტესტის წერილები და ქართული საპროტესტო მუხტი გამოჩნდა. აი ამ წერილთან დაკავშირებით. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, რომ ამას წერს დაახლოებით იგივე შინაარსი იყო, რაც ქართველის აი ამ წერილში გამოტანილი სათაურში, რომ ქართველები ვართ ავადმყოფიერი. ეს არის მესამე პირში და დღეს ქართველი კაცი ამბობს პირველ პირში. არ დაგიმალავთ, ძალიან მაინტერესებს ჩვენი რეაქცია, ქართული საზოგადოების რეაქცია. იქნება თუ არა ადეკვატური ქართული საზოგადოება ამ გამონათქვამისადმი. ძალიან ის არის მოდური გახდა საერთოდ ეს თემა ახლა რახან ილია ჭავჭავაძის ბედნიერი ერი არსებობს ესე და ზედმეტ კრიტიკული
არის ეს რაღაცნაირად მოდული გახდა რომ ვისაც არ ეზარება რატომღაც ესე იგი ჟამკობს ქართველებს ათასნაირი ასე ვთქვათ შეურაცხყოფილი სახე ლანძღავს მოკლედ რომ ვთქვა და თაცხავს და ტალახში სვრის ახლა ავიწყდებათ რომ ილია ჭავჭავაძემ თუ ეს თქვა ილია ჭავჭავაძემ გულისკივილი თქვა ეს და გარდა ამისა ილია ჭავჭავაძემ ეს რო თქვა მთელი სიცოცხლე შეალია რომ ის ნანკიერებები რაც არსებობდა გამოსწორებული იყო ყველა სრუი კი ბატონო ხო და მე ახლა იმას გავიხსენებ რომ ეს ვიქტორ ავსტაფიევზე არის ლაპარაკი გამახსენდა ეგ ამბები კიტა არა ვიცვეტოვიც იყო რა თქმა უნდა ვიქტორ ავსტაფიევმაც ანალოგიური და ლოულა პესკარი პრუდუ თუ რაღაც ეგეთი იყო არ წამიკითხავს მაგრამ მე მაქვს დაკითხული თავის დროზე 20 წლის 25 წლის წინ დაწერა კიტა ბუაჩიძე რომელიც იყო ნამდვილად დიდი ქართველი და უსამართლოდ არის დავიწყებული ჩემი აზრით რაღაც შედევრი არის ესე იგი ეპისტოლარული ჟანრის ეს არის რა ვიცი რა ქვია ჟანრს ისეთი ახალი ჟანრი შეიქმნა ფაქტობრივად такое длинное письмо Виктору Астафьеву ვისაც აინტერესებს საერთოდ და ვისაც ენა ეკავება რომ მაინც გალანძღოს ქართველი ხალხი ამავე დროს წაიკითხოს მაგალითად კიტა ბუაჩიძის ეს ციგნი და იქ მიიღებს შესაბამის პასუხებს და მე მგონი ეს თემაც ეს რეაქცია და რაც მაშინ იყო ის უნდა იყოს საქართველოში ასე ჩემი აზრი ასე თქვენი კითხვასთან დაკავშირებით. ბატონ სოსო, მე ამას სხვა კონტექსტში ვამბობ. მე პრეტენზია არ მაქვს ავტორისადმი, რომელმაც გამოიტანა ეს სათაური. მე მაინტერესებს ქართველი საზოგადოების განწყობა. გაჩნდება თუ არა პროტესტის განცდა. და ეს პროტესტი რა ფორმით და რა სახით იქნება გამოხატული. თუ ვეგუებით ჩვენ იმას, რომ მართლა ავამყოფიერი ვართ. მერტმა მაგას შეგვაგუოს ეგ თუ შეეგუები, მაშინ ყველაფერი დანარჩენ შეეგუები და საერთოდ უწოდებდი რომ ასეთი ტიპის სტატიები და ის ცოტა 1000-ჯერ გაზომუნდა ერთხელ არ ვიცი მე ვინ არის ავტორი ან სად დაიბეჭდა ხა თქვენგან გავიგე. მაგრამ თავი შეიკავნა ამ ასეთი ტიპის დასკვნების გამოტანისგან, იმიტომ რომ გარკვეული მანკიერებები და ის რაღაც არ გვაძლევს ჩვენ რამდენი ხანია და უშუალოდ ნორმალური პოლიტიკური სტრუქტურების ჩამოყალიბებას და ასე ვთქვათ, აი ნორმალურ რეჟიმში გადაყვანას ჩვენი ცხოვრების განპირობებულია ისტორიული მიზეზებით. და ამის გენეზისი საკმაოდ ღრმად მიდის და ადამიანებზე გადაბრალება აგერ იმ ბოროტების რომელიც სინამდვილეში ძალიან ღრმა და დიდი მიზეზებით არის განპირობებული რომელსაც ხშირად ადამიანის გონება ვერ წვდება ასე ვთქვათ ხშირ შემთხვევაში ცოტა არ იყოს და სულელური არის მეტი რო არ ვთქვათ იქიდან გამომდინარე გაიხსენონ ქრისტიანული ისლა ბოროტება ადამიანში კი არ ძევს ბოროტება შემოდის ადამიანში და აქედან გამომდინარე მით უმეტეს ერში და ცოტა თავშეკავება მართებს. გადავიდეთ ძირითად თემას.